Საუშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან მე დავით ჭაბუკაშვილი ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ბატონი კობა კუპრაშვილი, პოლიტოლოგი, გერმანისტი, გერმანიაში დოცენტი, მთარგმნელი, თარჯიმანი. და ამავე დროს მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ბატონი კობა არის ქართველთა დიდი გაერთიანების მთავარი სათათბიროს წევრი და დამსახურებული ადამიანი. ძალიან მიხარია ბატონო კობა, რომ საქართველოში დაბრუნდით სამშობლოში და ერთმანეთი ახლოს გავიცანით, თუმცა ისე ვიცნობდით სოციალური ქსელიდან. და მართალია დროებით, მაგრამ ძალიან სასიხარულოა თქვენი რომ გვეწვიეთ აქ გადაცემაში და დიდი მადლობა ამისთვის. სიხარულია ასევე ჩემი მხრიდანაც, ასევე სასიხარულოა და დიდი მადლობა მოწვევისათვის ბატონო დავით. მადლობა თქვენს მედას და მაყურებელს. ახლა მეც შევეცდები გავაზიარო ეგრევე ჩემს Facebook ვერზე რომ ასევე ჩემმა მსმენელმაც მიიღოს. მე რა მოინტერესებს, იცით, მოდით მაინც ვიდრე ჩვენს პრობლემებზე გადავიდოდეთ. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვიდრე შევეხებოდეთ. მაინც მინდა საზოგადოებას კიდევ მოკლე ბიოგრაფია უთხრა თქვენი, აი მაინც ძნელია ხო, რომ მიდიხართ უცხო ქვეყანაში და დაიმკვიდროთ, თანაც ღირსეულად დაიმკვიდროთ თავი და აი, როდესაც წახვედით და უკვე იქ მე აგერ გერმანული სპეციალისტი ბრძანდებით, დოცენტი, მთარგმნელი, თარჯიმანი და დამკვიდრება ადვილი არ არის და მაინც აი მოკლედ რომ უთხრათ, როდის წახვედით და როგორ დაიმკვიდრეთ იქ თავი, შემდეგ გადავიდეთ ჩვენს მიმდინარე მოვლენებზე ჩვენს ქვეყანაში. გერმანიაში წავედი 1999 წელს, მის მერე ემიგრაციაში ვარ, ესე რომ ვთქვა ფაქტიურად. ზოგადად ემიგრანტობა ქართული კაცისთვის არ არის ორი საქმე და ამბავი, იმიტომ რომ სულით და ხორცით ქართულს ყოველთვის შენი სამშობლო გენადრება და პირველ რიგზე არის რაცა უნდა წარმატებას მიაღწიო უცხო ქვეყანაში. ჩემ შემთხვევაში ვიყავი 22 წლის ხო, 1999 წელს 21-ის ვიყავი, 22-ის მერე გავხდი წლის ბოლოს. 30 წლის ახალგაზრდა სტუდენტი, შევკიდე აქ სტუდენტობის პერიოდიდან ვსწავლობდი გერმანიის ქუთაისის საგაქცევთ სახელობის უნივერსიტეტში უცხოენების ფაკულტეტზე და გაცვლის პროგრამით ჯერ იყო სტუდენტთა გაცვლის პროგრამა და მოახერხე იქ კონკურსში გამარჯვებით და სტიპენდიის, გერმანული სტიპენდიის მიღებით, ასე ვთქვათ, ჩასვლა ერთი თვით. და შემდეგ უკვე აი ამ ქსით გავიკვირე გზა, მოახერხე იქ უნივერსიტეტში ჩემი საკუთრების შედანა ჩაბარება, გამოცდის ჩაბარება, მისაღები იქ გერმანული ენის. და ფაქტიურად ესე იგი გასული საუკუნის ბოლო წლიდან დაწყებული, ჯერ როგორც სტუდენტი ვსწავლობდი, მერე ოჯახური პირობებიდან გამომდინარეც მეუღლე გერმანელი არის და ოჯახი გერმანიაში ჩავქმანი. აი ესე მოკლედ როგორ მოხდი გერმანიაში, როგორ მოხდი რა პრინციპში ახლა 90-იანი წლების ბოლო თქვენ მოგეხსენებათ, მე ახლა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სკოლის მოსწავლე და მე უკვე პირველი სტუდენტობის პირველი წლები ქუთაისში ყველა მიცის ახლა ჩემი პოლიტიკური მწამს და შეხედულება და მაშინ ჩემი მიდგომა ეროვნული ხელისუფლების დამხობაზე და ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება აი ამ პუტჩის და მის შედეგად განვითარებული საშინელი მოვლენების მიმართ, მათ შორის სამოქალაქო ომის მიმართ და აი ამ პირობებში მე მაინც ჯერ კიდევ მაშინ შევანაძის პერიოდში ვერანაირ პერსპექტივას ჩემთვის და ჩემი განვითარებისთვის ვეღარ ხედავდი ვერც ქუთაისში და ვერც ზოგადად საქართველოში, ამიტომ გამოვიყენე შესაძლებლობა ენის ცოდნა და ვისწავლე გერმანიაში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. რამდენიმე ხნის შემდეგ მაინც დავბრუნდი საქართველოში, აი როდესაც შეიცვალა ეს მთავრობა, უკვე როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება გაუშვეს, ასე რომ ვთქვათ, ხო? და მოვიდა ოცნების ხელისუფლება. რაღაც იმედი გაჩნდა, მათ შორის მეც ჩამესახა ესეთი იმედი, რომ იქნებ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს ამ ქვეყანაში. და ჩამოვედი 2013 წელს უკვე როგორც მოწვეული ლექტორი ერთ-ერთი უნივერსიტეტის, შეიძლება ვთქვათ კიდევაც ეს იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ვასწავლედი რამდენიმე სემესტრი საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე პოლიტოლოგიას, სოციოლოგიას, კულტუროლოგიას, დიპლომატიის ისტორიას და ასევე გერმანულს. მრავალ საგანს, მათ შორის ევროკავშირის ეკონომიკური და პოლიტიკური
ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საფუძვლებს საგანს, რომელსაც მანამდე არ არსებობდა საქართველოში და მოჩები შექმნილია ფაქტიურად. მაგრამ რაღაც კონტაქტები მქონდა რა თქმა უნდა ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც, უფრო კონსულტაციური ხასიათის, მათ შორის 2016 წელს აი პირადი საუბარი მათ შორის ირაკლი კობახიძესთან აი ახლა საუბრებით პირადად ასეთ ფორმატში იქ საუბარი იყო წინასაარჩევნო პროგრამის ასე ვთქვათ შემუშავებაზე და ამ პროგრამის შემუშავებაში ჩემს თანამშრომლობაზე იყო საუბარი. მაგრამ მაინც ჩემი იდეები და ჩემი ასე ვთქვათ წინადადებები კობახიძის მხრიდან რაღაც მაინც ვერ შევხედე ენთუზიაზმს. ახლა იქ საუბარი იყო სწორედ იმ მომენტებზე, რომელსაც მე მაშინ ვამბობდი, რომ ღია ნეოლიბერალური მიდგომა, რომელიც გააგრძელა აი ამ ოცნების მთავრობამ ფაქტობრივად მიიღო მემკვიდრეობით ნაციონალური მოძრაობიდან და არაფერი არ შეუცვლია სისტემაში, სისტემურობაში, ასე ვთქვათ, absoliutat გააგრძელეს. აი ამის შეცვლა იყო საჭირო და მე ამაზე მივუთითე და მათ შორის ვახსენე და განუმარტე კონცეპტუალური ხასიათით კეინსიანური ეკონომიკური ელემენტების შემოტანა, შეუტანის აუცილებლობა საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკაში. რომლის განხორციელების შემთხვევაში არ იქნებოდა სწორედ ის პრობლემა, რაც ახლა საუბრობს ბატონი ირაკლი, რომ აი თურმე გაძვირებულა ფასები გაძვირდა იმ სისტემის გამო, რომლის სისტემითაც მუშაობს ეს ქვეყანა უკვე არაერთი წელია, ხო? არა მარტო ოცნებიდან და არა მარტო ნაცებიდან მოყოლებული, არამედ უფრო მეტი დიდი ხნით ადრე და შედეგიც სახეზე არის. ნუ სამწუხაროდ საბედნიეროდ არ ვიცი პოსტში არ შედგა ჩვენი ესეთი მჭიდრო თანამშრომლობა და მე ისე ვთქვათ, რომ შევხედე რომ არაფერი ხერია მათგან არ გველოდა. დავიხურე თავზე ქუდი და წავედი ისე გერმანიაში 2016 წელი. და ამის შემდეგ ვასწავლი გერმანიაში ისე ახლა ახაც ვასწავლი, იქაც ვასწავლი, როგორც დოცენტი, როგორც ასევე თარჯიმანი და კანონი. 2016 წლიდან ეხლა დაბრუნდით? არა, მე რა თქმა უნდა, მე არაფერი პრობლემა არ მქონდა საქართველოს ჩამოსვლის. ახლა მე არაერთხელ ჩამოსულ ვარ და ყოველთვის, როდესაც მიჩნდება დრო და საშუალება, ყოველთვის მოდივარ საქართველოში და ვნახულობ ჩემს მშობლიურ ქვეყანას, ჩემს ხალხს და ჩემს ნათესაობას და ასე რომ ვთქვათ, არასოდეს არ მიგზნია თავი აბსოლუტურად მოწყვეტილად საქართველოს წეაღიდან და ყოველთვის აი ახლა ძალიან მიხარია, რომ აი საახალწლოთა შემდეგ საშობაოდ შევძელი და ჩამოვედი დედაჩემი თბილისში ცხოვრობს, ასევე ჩემი და ჩემი დიშვილები და ასევე მყავს ნაცავი ქუთაისში, რომელთაც რა თქმა უნდა ყოველთვის ამათ ვაცავი თანაკლასელები, თანაგურსელები, მეგობრები, მთელი ქალაქი პრინციპში ქუთაისის განსაკუთრებით მიყვარს სადაც როგორც ჩემი მშობლიური ქალაქი და ამიტომ ესე რომ ვთქვათ, რომ ხა დაბრუნდი ემიგრაციდან ესეც არასწორი მიდგომა იქნება, მე ვარ ორმაგი მოქალაქე, გამაჩნია როგორც გერმანიის ისე საქართველოს მოქალაქეობა და შესაბამისად პრინციპში ვარ უკვე წლების განმავლობაშია პარალელურად ასე ვთქვათ, არა ანაზღაურება და არამედ ვთქვათ როგორც ვთქვათ, აბა ანაზღაურების გარეშე ქართულ-გერმანული ცენტრის მდივანი შეთავსებით, ანუ არის ასეთი ორგანიზაცია ქალაქ გელზენკირხენში, გერმანულ-ქართულ საერთაშორისო ურთიერთობათა ქართულ-გერმანული ცენტრი, გერმანულ-ქართული ცენტრი და მისი მდივანი ვარ და ასე ვთქვათ, ასევე უწევ კოორდინაციას და ვცდილობ რომ დავაკავშირო ქართული ოჯახები, მათ შორის უდედამო ბავშვები, ტოლბილთა ბავშვები და ძირითადად უბოლი ბავშვები გერმანიაში ოჯახებს, რომლებიც აი ამ ბავშვებს კურირებენ, ხედავენ და ცოტა რაღაც დახმარებას უზავნიან და აი ამ საქმიანობითაც ვარ დაკავებული პარალელურად, რასაც ვაკეთებ როგორც პროფესიონალი დოცენტი, როგორც თარგმნელი და თარჯიმანი და როგორც საზოგადო მოღვაწე იმ მიმართულებით, და ჩვენი საზოგადოება და ჩვენი მსვლელელი მიცნობს. ახლა საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში, როდესაც აქ ვასწავლედი, მაშინაც მქონდა რამოდენიმე ჩართვა გამოსვლა, მათ შორის მეორე არხზე. განსაკუთრებით მადლობა ბატონ ზვიადავალიანს, რომელიც ერთ-ერთი იშვიათი ჟურნალისტი იყო იმ პერიოდში და რჩევადღემდები, რაც ასე ვთქვათ, ალტერნატიულ იდეებს აძლევდა ფორუმს და საშუალებას, რომ გაგვეხმაურებინა. ესეთ ერთეულები არიან ამ ქვეყანაში და ეს არის იმედი, რომ იქნებ რაღაცა ეშველოს ამ ქვეყანას, მაგრამ ძირითადი მასა და ძირითადი მიმართულება მაინც იყო არა დამაკმაყოფილებელი და აი ამიტომ არის რომ ვარ ჯერჯერობით ჯერ კიდევ გერმანიაში ძირითადად ესე ვთქვათ. თუმცა საჭირო ყოველთვის როცა ქვეყანა სჭირდება, ყოველთვის ვარ საქართველოში და ვიქნები ყოველთვის. მოდით ბატონო კოვა, გადმოვერთოთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. თქვენ იცით რომ ძალიან ძიმე დრო უდგას დღეს საქართველოს, რა თქმა უნდა, ძველი დრო არ არის და ემიგრაციიდანაც ყველა ინფორმაცია და თვალსადევნებთ. მოკლედ
უზარმაზარი რაოდენობის ქართული მიწებია გაყიდული. დაახლოებით ჩვენი ვარაუდით უკვე არის 70% ქართული მიწები გაყიდული და გასხვისებული სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე. აქ ძალიან მცირე სხვაში წვეთია კიდევ რაც აქვს ოფიციალური ამონაწილეების საგავებისმიდან. და ეხლა უკვე ისე თქვენ იგეგმება არაბული ქალაქების შენებლობა. ეხლა მოსამზადებელი სამუშაოები მიდის კრწანისის ტყეპარკში. მიდის დანომრა ხეების ასლოვანი ხეების, ზოგი მარადმწვანე, ზოგი ფოთლოვანი, ძალიან ისეთი ეს იქნება ალბათ ბარბაროსობა, აი რასაც მურვანყრუ ჩადიოდა თავის დროზე. სწორედ აი ამას გვიპირებენ. ეხლა არაბები შევლენ და უნდა გაკაფონ ეს. ეს არის ფაქტიურად რუსთავის ჯაჭვად იქ ფონიშჭალაში მოსახლეობისთვისაც ძალიან დიდი რაოდენობაა და ნუ 600 ჰექტარი კი არის, უთლად ის არ არის, მაგრამ მაინც ძალიან დიდი რაოდენობის ხეთხია იქ. ეს რო გაიჩეხოს ეს ხე, ეს ამოდელა ხეხილი, ასლოვანი ხეები ეკოლოგიასაც კი სერიოზულად და ეკოლოგიურადაც დაარტყავს სერიოზულად. აღარაფერს ვამბობ ახლა იმაზე, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ესეთი უძიმეს დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს, იქ არაბული ქალაქების აშენება ახლა კიდევ უფრო როგორ დააძიმებს ჩვენს მდგომარეობას. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ალბათ თქვენ თვალსადევნებთ, რომ ქართველთა დიდი გაერთიანება ყურადღებით უყურებს ამ მათ მოსამზადებელ სამუშაოებს, რა წამს ისინი შევლენ და დაიწყებენ მოქმედებას, ჩვენ იგავჩდებით, ჩვენი გავშლით კაროებს და დავიწყებთ საპროტესტო აქციას, ესე იგი საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობას თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს. ეს იქნება სამკვდრო სასოწლო ქართველი ხალხისა, რომ დაიცვას თავის სამშობლო. თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს, ამას მოყვება ერთადერთი მოთხოვნა იქნება მე გავაყენებთ ხელისუფლების გადადგომის საკითხს. აი ეს არის წითელი ხაზი და ჩვენ ამას არ შევეგუებით. ეს იქნება აუცილებლად და აქედანვე ვაფრთხილებ ხელისუფლებას და მე მინდა თქვენი ისინი მოვისმინო მოსაზრებები. აქედანვე ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ არავინ არ დაიწყოს იქ ეგრევე სუსი რო გაჩნდება ხოლმე, რომ აი კაროები აიღეთ და ასე შემდეგ. კაროები პირველ რიგში ბატონებო აიღეთ პარლამენტის შენობიდან იქ ერთი წელი რომ არის იქ დაკეტილი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, აი იქიდან აიღეთ და სხვებს რომ ტროტუარებზეც უკვე კანონი მიიღეს, იქაც უშლიან უკვე და პირდაპირ 15 დღიანი პატიმრობა და ასე შემდეგ აცხადებენ. და ჩვენ ბაწარი არ გავგაჭიმინეს იგავ. ამას მოყვება ძალიან დიდი პროტესტი და ეს იცოდნენ კარგად, ეს არ არის ეს არის მუქარა, ეს არის გაფრთხილება, ამას მოიცავს მთელი საქართველოს მოსახლეობას. მე და აქ იმხელა პროტესტში გადაიზრდება, რომ გადაყვება ქართული ოცნება ამას. არ გაბედონ დაიხიონ თავის დროზე უკან და ეს მოღალატეობრივი ის გააუქონ. ეს არის ჩვენი ურყევი პოზიცია. ახლა მაინტერესებს ბატონო კობა, თქვენი მიგრაციიდან დაბრუნდით და აი თქვენი პოზიცია მაინტერესებს მოვისმინე. მოგახსენებთ დიდი სიამოვნებით, მაგრამ მინდა რომ ტექნიკური საკითხი მოვაგოროთ, სანამ პასუხს გადავიდოდე, მინდა რომ ჩემ არხზეც, ჩემ ასვენებად გავაზიარო რომ ჩართონ და პასვორდი იქნება მიუჩვენოთ ახლა ერთიანების რომ მე ინტერნეტი მქონდეს რომ შევიდე და გაზიარება მივცე. თქვენ შეგიძლიათ მე შემიძლია ვისაუბრო უკვე. ბატონო დავით, მე უკვე ცოტა სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე და უფრო გლობალურად უნდა შევხვდეთ ალბათ იმასაც თუ რა ხდება საქართველოში და რისი გამოძახილი არის ეგ. ზოგადად მე არა ვარ იმის მომხრე რომ რაღაც ერთი სლოგანი ავიღოთ რაღაც მაგალითად არაბიზაცია, როგორც მანამდე იცოდა, რა ვიცი აბა აი მე მგონი ჩართული ვართ ხო? ძალიან კარგია ამას გავაზიარებ. რაღაც აი მე მგონი ეს გაზიარდება ეს.
ძალიან კარგი მე მგონი ახლა უკვე ჩართული იქნება ჩემს აღზეც და უფრო მეტი მაყურებელი შემოგვიერთება, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი აუდიტორია მყავს როგორც მეგობრები, ასე ფოლოვერები და აბა ყველამ არ დაიზაროთ მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემს მენას, არ დაიზაროთ აი ამ ლაიფის ეგრევე გადაზიარება და გაზიარება მაქსიმუმ გავრცელება, იმიტომ რომ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩართვა ჩემი მხრიდან. მე დიდი ხანი აღარ ჩავთვლარ და აღარ მისაუბრებიან დაგრო და თქვა უნდა სათქმელი და სალაპარაკო. მე ამას უწოდებ არამედ არაბიზაციას, ამდენადაც აი მე ვიტყოდი რომ ეს არის აი სინგაპურიზაციის მსგავსი პროცესი, რა თქმა უნდა მოახსენებათ გახსოვთ მაშინ ხო აი ჯერ კიდევ სააკაშვილის დროსაც იყო საუბარი რომ აი სინგაპურს უნდა დავამსგავსოთ ქვეყანაო და სინგაპური იყო ეს დახატული რომ აი იქ არის 60 დამიწაზე რა შექმნილი და რა აჯობებს თუ კი ესე იგი ისეთი ეკონომიკური და ასე ვთქვათ ასე დემოგრაფიული ფონით შეიქმნება ეს სინგაპურის მსგავსი. ახლა რა ხდება სინგაპურში რატომ არის იქ მაღალი მშპ-ს და პროდუქტი, აი ლიკუან იუს ვაკებენ, ვინაც არის მისი მაშინდელი ხელმძღვანელი, ვინაც ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ეკონომიკური საოცრება ჩაუყარა საფუძველი, ხო და აი ლიბერალური და ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით თვითონ აი ამას მიაღწიეს, აი არ ითვალისწინებენ რა ადგილას მდებარეობს სინგაპური და საიდან შედის მთავარი შემოსავალი. ეს ერთ-ერთი სრუტე, რომელიც იქ გადის 7.7 პუნქტის ერთ-ერთი პუნქტი არის ბრიტანელების კონცეფცია, ერთ-ერთი ყველა მთავარი ტანკერები და გემები იქ გადიან და თქო თავის დიდ შემოსავალს ღებულობენ იქ მილიარდობით დოლარზეა ყოველდღიურად საუბარი და თქმა უნდა როცა შემოდის ასეთი დიდი თანხები უბრალოდ შეიძლება ამ თანხების ჩადება ეკონომიკაში სწორად ან არასწორად რაღაცის განვითარება რაღაც არ განვითარება და მეორე საკითხი არის რამდენად წაადგა ეს ადგილობრივ ავტოხტონურ აი სინგაპურელ ძირძველ მოსახლეობას თორემ ახლა იქ რომ ჩინური კაპიტალი შევიდა და ჩინელები მოჯდნენ ასე ვთქვათ საკვანძო პოზიციებზე და აიღეს თავის თავზე მენეჯმენტის მართლობას და კაპიტალი მათია და მოგებაც მათ ჯიბეში მიდის, რა თქმა უნდა, ჩინელები სინგაპურში ძალიან კარგად ზრუნვენ თავს. რაც ვერ ვიტყვით, მაგალითად იგივე სინგაპურელებს, ვინაც არის ისე ღარიბი ფინა დარჩენილი და აი თუ ჩვენ საქართველოში იგივე სინგაპურიზაციას აი როგორც სააკაშვილმა თქვა და აგრძელებს ჩვენი მთავრობა, იმიტომ რომ არაფერი არ შეუძლია ამ მხრივ, არც კანონმდებლობის მხრივ და არც იმის მხრივ, რომ ვის შეუძლია საქართველოში მოვიდეს, ჩადოს კაპიტალი, რა სახით შეიძლება ჩაიდოს ეს კაპიტალი, როგორ შეიძლება იყიდოს უძრავი ქონება, მათ შორის ბინები, მათ შორის მიწები, მათ შორის ან გადაარქვენ და გადმოარქვენ სახელს ზოგიერთი სასოფლო დაარქვი თუ გინდა რასასწავლო დაარქვი. აი ამის საფუძველზე ქვეყნის და მიწის და ზოგადად აი აქ მოქალაქეობის თუ გინდა შესყიდვის ასე ვთქვათ გზებით შეუძლია ვასვისაც მეტი თანხა და მეტი კაპიტალი გააჩნია შემოვიდეს დაფუძნდეს და რასაც შემოიტანს კაპიტალს ორი იმდენი მე უკან გაიტანოს ახლა თქულა არავინ არ შემოიტანს ფულს თუ კი იმას არ აქვს ქართლა რომ მოგება ნახოს და თვითონ კარგად იზნოს თავი და აი თუ კი ჩვენ გვაწყობს ესეთი სინგაპურიზაცია მაშინ ჩვენ დავჭებით ქართველები იგივე მდგომარეობაში როგორც აღნიშნეთ სინგაპურის ძირძველი მოსახლეობა ასე რომ ვთქვა და ამიტომ მე ვიტყოდი რომ შეიძლება რა თქმა უნდა აი როდესაც რაღაცა ხდება ხო იყო მაგალითად გარკვეული პროექტები რომელსაც საზოგადოება უპირისპირდებოდა იქნებოდა ეს ნამოხვანის თემა თუ სხვა თემა ანუ ჩვენ ვიცით რეაგირება მაშინ როცა რაღაცა დიდი რაღაცა პროექტი იგეგმება და აი მაშინ ქუძე კაცი და მაშინ პრინციპში სწორი არის რა თქმა უნდა როდესაც ასეთი დიდი სახის პროექტი არის რომელსაც გააჩნია რისკები და ამ რისკებზე ჩვენ ინფორმირებულებიც კი არა ვართ ხერიანად ხო თუ ეს თანხა რაში იდება ამდენ მილიარდებზე რო არის საუბარი გრიფი ადევს თან როგორ შეიძლება ამ ხელაებას ედოს გრიფი ადევს და ესე იგი კერძო ვითომ ესე იგი კერძო ფითან შედადებული ხელშეკრულება არის საიდუმლო როგორც ესენი ჩვენი მთავრობა გვეუბნება და არ აქვს უფლება რაღაც დეტალების გასაჯაროების მაგრამ ჩვენ მაგიტომ ამბობ რა ჩვენ ესე იგი ყოველ ასეთ პროექტზე ცალკეულ პროექტზე თქვა წინააღმდეგობა და ტორპედირება ამა თუ იმ პროექტზე თუნდა მართლა რომ მივახციოთ შედეგს რომ გაჩერდეს ესა თუ ის პროექტი ეს ხო იმას ანიშნავს რომ ზოგადად იმ ადამიანებს და იმ დიდი კაპიტალის მფლობელს გინდა არაბი იქნებოდეს ის გინდა ჩინელი და გინდა ინდოელი იმათ არ ექნება სხვა საშუალება სხვაგან შეიძინონ უფრო ნაკლები ფართობი, სხვაგან შეიძინონ ბინები, სხვაგან შეიძინონ უძრავი ქონება. ამიტომ მე მგონი ჩვენ თავად უნდა დავსვათ საკითხი იმაზე რომ ჩვენ კანონმდებლობაში როდესაც შემოიღეს ეს ქართული მიწის გაყიდვა, რა სახიდაც უნდა დაარქვე, მას არასასოფლო დაარქვი, თუმცა ცხოვრობილი დაარქვი და შემოიღეს საქართველოს უძრავი ქონების გაყიდვა ნებისმიერ უცხოელზე და რაღაც 100,000 ლარის თუ კი არის ფასი, უკვე აძლევენ იმას ბინადრობის უფლებას და უფრო მეტი ინვესტიციის აიღაც რაღაცა არც თუ ისე დიდი თანხის ვითომ ბიზნეს
ბიზნესში ჩადების პირობებში და შეიძლება ის იყოს სათამაშო ბიზნესი, შეიძლება ის იყოს სადმე გახსნილი ბორდელი უკაცრავად ამ სიტყვაზე და სადაც გახსნილი სამორინე, აი ამის გამო იგივე უცხო ტომელს მისცე უკვე მოქალაქეობა, აი ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომელიც საქართველოში დიდი ხანი დანერგილია და ამას რა ქვია, უნდა შეხვედროთ მთლიან ამ პროცესს რა ქვია. ეს არის მოსახლეობის გამოცდის გეგმაზომიერი და მიზანმიმართული პროგრამა, რომელიც საქართველოში ისევე ხორციელდება, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, არა ყველა ქვეყანაში, არამედ მრავალ ქვეყანაში და მსოფლიოში სადაც შეძლეს და მონახეს ესეთი გზები, დაადებინეს აი ამ ქვეყნებს ხელშეკრულებები, მოაწერინეს ხელი ჯერ კიდევ გაეროს ტოლვილთა პაქტში მათ ჩვენ საქართველოსაც აქვს ხელი მოწერილი და ყველაფერზე დათანხმებული ვართ, ანუ ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება მივიღოთ აქ ტოლვილები, თუ კი ასეთ ნაკადი წამოვა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება აღებული მათ შორის მივიღოთ და დავაბრუნოთ უკან თურქი მესხები, ამიტომ არის რომ ყოველთვის ერდოგანი ყოველ შეხვედრაზე ამ ჩვენს პრემიერს მოწერილი გვაქვს ხელი და ყოველთვის აკეთებენ ამაზე აპელირებას და ვიგვითითებენ რომ აი ეს უნდა შევასრულოთ. ისევე იგივე პროცესები არის, როდესაც ხდება მიზანმიმართულად ქართველების ასე ვთქვათ გაშვება ექსპორტზე რა, აი მე ვიტყვი ახლა ჩვენი ექსპორტი რა არის? ეს არის ჩვენი ქართველები რა, ჩვენი ხალხი გაუშვეს საექსპორტო მასალად, ახალგაზრდა ხალხი, უშრომისუნარიანი ხალხი, განსაკუთრებით ვისაც რაღაც ნასწავლი აქვს და შეიძლება თავის უნდა გამოიყენოს უცხოეთში დასახლის პირველ საქართველო არ უქმნის პირველებს რომ ის თავისიც უნდა თუ კი რამე სპეციალობა შეეძინა აქ შესაბამის საწარმოები არ გვაქვს ახლა საუნდა დასახლის ხო ახლა რომ ისწავლოს ადამიანი ინჟინერი რო გახდეს საქართველოში. სად უნდა იმუშაოს საქართველოში ხო? მიდის რა ჩემი დიშვილი დაამთავრა უნივერსიტეტი და წამოვიდა გერმანიაში, ახლა გააგრძელა სწავლა და სამსახურიც ნახა უკვე, მაგრამ მე გული მწყდება ამაზე, მეტყვი რა ჩვენ მარტო ჩემი ოჯახიდან რო ავიღო. ჩემი ნათესავების უმრავლესობა ზოგი ესპანეთში, ზოგი საბერძნეთში, ზოგი საფრანგეთში, რო ჩამოთვალა ხა ჩემი მამიდაშვილები და ბიძაშვილები და მე თვითონ გერმანიაში ვარ და რო ჩამოვდივარ გინდა ქუთაისიდან, გინდა თბილისში, საძებარი მყავს ქართველი სანთლით უკვე. სანთლი მყავს საძებარი ჩემი ნათესავი და რაღაც სოფელში უნდა ავიდე რომ ბიძაშვილი ვნახო რა, რომელიც დარჩა ბიძაჩემთან ხო და გააგრძელა იქ თავის საქმიანობა, მაგრამ ეს არის გამონაკლისი ერთეული მოსპეს საქართველოს სოფლის მეურნეობა საერთოდ წარმოება თუ როგორცაც ისაც მოსპარი იყო და ახლა უკვე სოფელსაც დაატყვეს რომ აი უმრავლო 90% სოფლის პროდუქციის შემოგვაქვს თურქეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, ჩინეთიდან და ყველა რუსეთიდან და ბელარუსიდან, როგორც საქართველოში არა წარმოონდა. იძახიანო არა პირიქით ვიხმარებით საქართველოში წარმოადგენს სადაც ნაწარმოები და სადაც მე იძახიან რომ აი თუ გაძვირდა ფასები პროდუქციები გაძვირდება ბაბა რა იქნება შემოგა გერმანიიდან რომ შემოიტანს საქართველოში რომ საქართველოს რომელიც იყო ასე ვთქვათ ტრადიციულად აგრარული ქვეყანა და მოკალი ჩაკალი ყველაფერი მოუსპე გლეხს არსებობის საშუალება და შემოგაქვს გერმანიიდან წარმოედგინეთ თქვენ აი უღბარო ჩაათესო ამოდის მაინც ლობი შემოაქვს 70% უცხოეთიდან და სტაფილო შემოაქვს 85% უცხო. რატომ დავით? აი 14 წელს რომ მოაწერა საქართველოს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. რა პირობები რას გვპირდებოდნენ და რაზე იყო საუბარი? რომ ხო ავშენდებოდით, ხო რომ ჩვენთან იწარმოებოდა, აი ჩვენ ახლა დავიწყებთ საქართველოში წარმოებას და გავიტანთ ამ ჩვენ თუ რამე გვაქვს ხეხილი და ჩაი და კენკრა და რა ვიცი მე ყველაფერი ევროპულ ბაზარზე და აი გავმდიდრდებით და ვიქნებით კარგად და მოხდა პირიქით, ხო ახლა ევროპულმა ბაზარმა გაიხადა საქართველოს მოხმარსამოხმარო ბაზრა და შემოდის, იმიტომ რომ ვერ უწევ კონკურენციას, იქ ხდება იქ აქვს ევროპულ ქვეყნებს მაგის პოლიტიკა რომ თავის ფერმერს დაეხმაროს და სუბსიდირება მოახდინოს. აი ჩვენ საქართველოში სუბსიდირება აკრძალული არის იმის გამო რომ ეს თუნდაც წინააღმდეგება მაგათ ნეოლიბერალურ რაღაც ბოდვებს, რომელიც ასწავლეს მაგათ ასე ვთქვათ ილიაუნიებში და ასეთ ილიაუნის მაგვარ ფსევდო სასწავლო დაწესებულებებში, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ იმაზე რომ ქართულ ახალგაზრდებს გამოურეცხონ ტვინი და ცოდის მაგრად სხვა რამე ჩაუდონ თავში და შედეგიც სახეზე არის. ხო აი ესეთი ხალხი ყავს მთავრობაში დღეს და პარლამენტში, ვინაც აი ამ იდეოლოგიაზე არის აღმოცენებული და შედეგიც სახეზე არის. აი რაც კი დაიდო ეს ხელშეკრულება საუბარი არის ევროკავშირთან ასოცირებაზე. მარტო გერმანიიდან გასამაგდა ტვირთების შემოტანა და საქართველოში ექსპორტი. და ევროკავშირიდან სამჯერ მეტი არის იმაზე, რაც თავიდან იყო ხო ამ პერიოდში და საქართველოსთან როგორი არის? აბა ჩვენთან გაორმაგდა მაინც აქედან შეტანილი პროდუქცია ევროკავშირში და ჩვენ მოგებაში ვართ თუ პირიქით გადავიქცეთ კიდევ ერთ კოლონიალურ დამოკიდებულებაში ყოფ ქვეყანად ევროკავშირთან მიმართებაში. აღარაფერს აუ ფინანსურ დამოკიდებულებაზე იგივე ბრიტანულ სიტის და ბრიტანული თქვა ხო სიტი თქვა ხო ეს ბანკების სექტორთან
ბრიტანულ და ევროპულ ბანკებზე საქართველოს დამოკიდებული აბსოლუტურად ხო მათი კაპიტალი არის და მაგით თუ ვიღაც არ მოეწონება რაღაცა მე ესე ვქვია შეიძლება ვიღაც დაასანქცირონ როგორც ბატონ ლევონმა საცეცუდო დაასანქცირეს იმის გამო რომ რის გამო ხო პრინციპში არ მოეწონათ მისი შეხედულებები და პოზიციები და შეუძლია ნებისმიერ მე თვითონ ახლა ევროპაში ინსტიტუტს წავიდა რომ ხო ხედავ ახლა ამერიკამ დაასანქცირა ევროპელი ეს ევროპელები და შორის გერმანიის წარმომადგენლებიც ცენზურის გამო და ევროპელები ევროკავშირი გამოთქვას ხოდეს რომ ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის შელახვა ხდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თვითონ ასახეთ ახორციელებენ საქართველოში ალახავენ საქართველოს სუვერენიტეტს როცა ქართველებს და საქართველოს მოქალაქეებს ასე ვთქვათ ინდივიდუალური სახით მათ შორის უწესებენ რაღაც სანქციებს რო გითხრა მე ქართველებმა ჩვენ რატო ამერიკას არ სჭით ისე როგორც ჩვენ ახლა ამერიკა ხო არ არის ჩვენი ევროკავშირის კანდიდატი და ხო ამერიკას ხო უნდა აღშიშოს ევროკავშირში შემოსვლაო თქვენ ხო გინდათ ამიტომ თქვენ აკეთეთ ისაც ჩვენ გეტყვით რა აი ჩვენი გათავისუფლება რეალური ჩვენი სუვერენიტეტის აღდგენა უნდა დაიწყოს აი ამ სულელური ხელშეკრულებებიდან გამოსვლით მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გადახედვით და ჩვენთვის უკეთესი პირობებით თუ კი საერთოდ თუ გამოვა უკეთესი იქნება მათ შორის 78 პარაგრაფის სრული ამოღებით რომელიც ჩაწერილია რომ გინდა თუ არა უნდა გავხდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრი სანამ აი ამ პარაგრაფიდან რა გამოვა სახელმწიფო და მაგრამ ამათ ხელში არ გამოვა ბატონო დავით არ გამოვა ესენი ვინაც ახლა ეს ოცნება დაარქვი და თუ გინდა მათი ანასხლეტები ხო დღეს ყველამ დაინახა რომ თურმე თელი ამ წლის განმავლობაში ოცნების მაღალჩინოსნები და მათ შორის სუსის უფროსი პირადად აფინანსებდნენ და ასე ვთქვათ კრიშავდნენ ეგრეთ წოდებულ მაცავე ჯიბის ოპოზიციას ვინაც ამ კოლ-ცენტრებს რაც მათ შორის ევროპელ და გერმანელ ბებია ბაბუებს და პენსიონერებს ვლიტავდნენ ფულს და ამ ფულით აფინანსებდნენ თავისავე ტელევიზიებს რომ ამ ტელევიზიებს მე გამოვერცხათ ხალხისთვის თავი რომ იმ ნაწილს მიეცა ხმა ნაციონალებისთვის და მათი ანასხლეტებისთვის იმიტომ რომ აწყობთ ამათ ესეთი ოპოზიცია იმიტომ რომ როდესაც ამათ რაღაცას იტყვიან ხო მაგალითად ახლა გამოვა ყობახიძე ეთქვის რომ აი ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ფასების მომატებას და უნდა დავაწევოთ ფასები გამოვლენ მე ესენი მაგათივე ოპოზიცია და ეთქვა რომ აუ ეს როგორ შეიძლება ეს ხომ არის თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის ასე ვთქვათ პრინციპების წინაშე წასვლა და მე გამოვა ეს ოცნება და ეთქვის რომ აი ხო ხედავთ რახან ესენი ამის წინააღმდეგ გამოდიან ესე იგი ჩვენი ინიციატივა ყოფილა სწორი და ეს თავის ხალხს ატყუებს თავის ელექტორატს ისინი თავის ხალხს კიდე რომელიც მათ აყავთ საბოლოო ჯამში მთელი ქვეყნის უმრავლესობა გამოდის მოტყუებული იმიტომ რომ ორივე ცრუობს და ორივე იტყუება ეს იმაში გატყუებს რომ მათი ნეოლიბერალური პარადიგმა არის მცდარი და არის ქვეყნის განვითარების ხელშეშლილი და ეს იმაში გატყუებს რომ ებრძვის სიმპტომებს და არა გამოწვევ მიზეზებს იმიტომ რომ ის ფასები გაძვირდა ეს არის სიმპტომი და შედეგი იმ არასწორი საფუძვლისა და ფუნდამენტის რომელიც შენ გადაიღე ნაციონალებისგან და არაფერს აცვლი ამასთან მართებაში და აი ამ პირობებში ჩვენნაირი ადამიანი რო გამოვიდეს და რო დაალაგოს ყველაფერი თქვა ეს ამის გამოხდება ეს ამის გამოხდება აი ეს უნდა შეცვლილიყო ეს შეიძლება რომ შევცვალოთ აი ამაზე ოპა ეს აი რო თქვა 78 პარაგრაფი მეთქი მაშინ ხო იძახეთ რომ ჩვენ ნატოში აღარ შევალთ ვეღარ შევალთ უკრაინას უთხეს უარი და საქართველოს მით უმეტეს იმათ ხარ გითხრეს უკვე უარი მთლიანად მათ შორის აშორშემ რომ დაივიწყეთ მაგრამ ჩვენ კონსტიტუციაში ვიწერია ანუ ესე იგი საერთოდ რო გაქრეს ნატო ალბათ რომ დაიშალოს ხო ეს მაინც დარჩება კონსტიტუციაში იმიტომ რომ აი ეს ხალხი ვინაც ახლა შეხედან აი ამ სავარდებში აი მაგათ იმის გამო მარტო არ შეუძლიათ აი ამ კონსტიტუციის პუნქტის ამოღება რომ ვიღაცამ რაღაცა იარლიყი არ მიაკეროს და ამის ეშინიათ ელემენტარულად რა ანდა თვითონაც უნდა რაღაცა აქ ერთი კარგი გამოსავალია ბატონობა ჩვენ ახსენ მე სულ ამას ვიმეორებ თქვენ წეგან ახსენეთ თავიდან პუჩი და სამართლებრივად ჩვენ გასული ვართ კონსტიტუციური სამართლიანობიდან 95 წლის აგვისტოდან თვითონ აი ამ რეჟიმმა და ამათმა პარლამენტმა 2005 წელს როდესაც შეფასება გააკეთეს სახელმწიფო გადატრიალების მათ თქვეს რომ თქვენ ლეგიტიმური იყავით გვალიმაგი და თავისუფალი საქართველოს ანუ ზიად გამსახურდა ხელისუფლება თავის ვადებში როდესაც ხელისუფლება იყო გვალიმაგი და თავისუფალი საქართველოს თოფიანმა მოსულმა თოფით მოსულმა ხალხმა კონსტიტუციას გაუოქმეს და არჩევნების დანიშნეს ის მით ამხელა უკანონობაა თქმა უნდა ამიტომ იმ დღიდან ქვეყანა გასულია კონსტიტუციური სამართლიანობიდან ეხლა ნახეთ თუ კი ჩვენი თავარი მიზანია ქართველთა გაერთიანების კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა. იქ საიდანაც ჩვენ არალეგიტიმურ გზას დავადექით. საიდანაც ინგრევა, რის შემდეგაც ინგრევა ქვეყანა. თუ ჩვენ ამას აღვადგენთ, ავტომატურად იმ მოქმედი გარდამავალი კონსტიტუციის პირობებით უქმდება აბსოლუტურად ის ჩანაწერი 78 მუხლი
იქ ჩვენ არა ქონდა ეს ვალდებულებები დიახ. და აი ყოველივე ის ვალდებულებები უკანონო მიღებული, რა თქმა უნდა. ეს ქვეყანას ძალიან აზარალებს. აი ეს არის ერთადერთი სწორი გზა, იმიტომ რომ ამის გაკეთება შეიძლება უმტკივნეულოდ. ჩვენ აღვადგინეთ კონსტიტუციური სამართლიანობა და ის ვალდებულებები აღარა თუნდაც აღარ ჯანმოში ვიქნებით, ხო? დიახ. მაგრამ როდესაც შეეხლა რომ კონსტიტუცია არ აღადგინო ის სამართლიანობისთვის არ აღადგინო, ხო და პირდაპირ მიხვიდე და 78 მუხლზე დაიწყო მსჯელობა და აი უნდა ამოიღო ამას მოყვება იმხელა შეტევები ის ისე და ქვია მოგონება იქნება ის რუსული კანონს რო უწოდება არა რა თქმა უნდა აი უფრო უმტკივნეულოდ და ძალიან სწორად შეიძლება ასე გაკეთდეს ბატონო კი გეთახმებით მაგაში გადონდავით არა მარტო მეცას დავამატებ აი რო უთქვა ჩვენ ახლა უცნებას რომ იცი რა ამოსაღები არის 78 მუხტი პასუხი არის ასეთი რომ მაშინ თქვენ მოდით უმრავლესობით კონსტიტუციური უმრავლესობით და ამოიღეთ იმიტომ რომ ჩვენ არ ამოვიღებთ აი ეს იყო მაგათი პასუხი პირადად ჩემ მიმოწესად ესეთი პასუხი გამწეს ანუ თქვენ მოდით უმრავლესობით 2/3-ით და ამოიღეთ მე რა პრობლემაა ყველასთვის ცხადია რომ ახლა აქ საქართველოში არჩევნებით ამათი ჩატარებული არჩევნებით აი ამ ოცნების და აცების ტანდემით და მათი კოაბიტაციის პირობებში და მათი ეს თქვათ მიერ დაარსებული პარტიებში რაც მათ ის ფინალს დემეს საშუალებას რომ ქონდეთ ტელევიზიები ქონდეთ დაფინანსება გამოვიდნენ არჩევნებში სადაც დაარეგისტრირონ კიდევაც არჩევნებში ხო იმათ გარდა ხო შანსი არ აქვს რომ მაგათ მოწყობილ და ორგანიზებულ არჩევნებში რეალურად ეროვნულმა ძალამ უმრავლესობა და კონსტიტუცია საერთოდ შესაძლებელი ხმაც მოაგროვოს ხო იმის რაც გადასახადს საჭირო ხო ეგეც გამორიცხული და ძალიან გადაციან მაგრამ ჩვენ ხალხმა ძალიან გადავიცით რომ ესეთი გზით რაიმე შესწრა არის შეუძლებელი და არის აბსურდული რაღაც იმედებზე ყოფნა და გაჩერება რა ჩვენ უნდა დავიწყოთ უფრო ღრმად როგორც თქვენ ბრძანეთ აი როდის მერე ამოვარდა საქართველოს ზოგადად კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და საერთოდ სამართლებრივი ვთქვათ საფუძვლიდან პუჩი რომელიც განხორციელდა ქვეყანაში და დაემხო ეროვნული არჩეული ხელისუფლება მის მერე არ მოხდა ეგრე როგორ არის ახლა ვთქვათ მაგალითად აი ყაჩაღთა ბანდამ რო ავიღოთ ხო რომელმაც ყაჩაღური რეიდი განახორციელა მოვიდნენ და სახლი წაგარდა ხო მოვიდა მიისაკუთრა სახლი კარი კარმიდამო თავარი ბიზნესები თავარი რაცა ქვეყანაში საწარმოები ისინი გაყიდეს ფული ჩაიდეს მილიარდელები გახდნენ და მე ამოდა აი დღეს ამას იქით ჩვენ ყაჩაღები აღარა ვართ, არამედ ჩვენ ვართ ლეგიტიმური მმართველები და ჩვენ ვართ ლეგიტიმური ბიზნესმენები და ეს ჩვენი ბიზნესია. და აი ამის საფუძველზე აგრძელებენ აი ამ პრაქტიკებს როგორც ხელისუფლებაში, ისევე ბიზნეს სექტორში, ხო? ახლა და ბიზნეს სექტორიც ვის ხელში არის, ესე ვთქვათ, ხო? აი რომ ამბობენ, აი გაძვირებული ფასებია, ის ქსელები, ვისი მისაკუთრეები დაასახელონ მაშინ. თვითონ მაგათი მეებები არიან, ხო? დიახ, ხო, ზოგი პარლამენტში ზოგი ხედა ხელისუფლებაში სამინისტრთა კაბინეტში უზიან. თვითონ თავის თავს ებრძვიან. მე ვითომ კიდე deep states ებრძვიან და deep states თუ ებრძვიან შემოძვირფასებო. მაშინ დღემდე ჯანმოდა აი რატომ გაახსენდა ბატონო ყობა ეხლა ყობახიძეს აი ეს რო ფასები არის გაძვირებული თქვენი აზრით ჩემი აზრით ეს მიტომ გაახსენდა რომ რაღაცა თემა ჭირდებოდა პოპულისტური რომ ხალხის თვალში რაღაცა ქულები დაეწერა რომ აი მე ვითომ რაღაცას პრობლემას ამ ქვეყანაში ვებრძვი მაგალითად მაღალ ფასებს და ეს დაჭირდა რაღაცა სხვა თემების გადასაფარად ნუ ძალიან ბევრი რაღაცა მოხდა ამ ბოლო დროს რომელსაც კითხვის ნიშნებზე უფრო მეტი რამე გააჩინა საზოგადოებაში იმიტომ რომ აი შემოცა ეუბნები ხალხს რომ იცით თურმე ბოლო 13 წელი ხო და მეტი უფრო კიდევ რაც მოსული ვარ ხელისუფლებაში ვინაც მოვიყვანე მე პრემიერ-მინისტრად ან მინისტრის დონეზე კიდე ან დავნიშნეს რაღაცა ხო ყველა ან თუ გიდა პრეზიდენტად ვინაც დავნიშნე აქამდე ხო დანიშნული ქვია აბარაფია ხა იმასა მაგათი ვიზინამ რო გვირჩია რომ აი ხალხს აერჩიეთ მაგალითად ქაბატონის სალომე და ხალხმა აერჩია სალომე მანამდე პლასტელინა იყო კიდე ხო ხო გვარგულა ნუ აღარ ასაკი სასწაული კადრები ხო აი ასეთი და მე თურმე ესე იგი ნაცებთან ბრძოლის ეგიდით მოსული ხალხი ნაცებს აფინანსებს და მათ ტელევიზიებს და არა მარტო ნაცებს ხო აი დაასახელონ კონკრეტულად რომელი ტელევიზია ფინანსდებოდა ხო და აი ამ ხალხში გამოიწვია ესე დიდი გულისხმობა და მით უმეტეს უფრო მეტი გულისხმობა უკვე მანამდე იყო გამოწვეული არაბული ინვესტიციების საქმეზე იმიტომ რომ ახლა კიდე შეეცადნენ ესენი რომ ასევე არაბული ინვესტიციების წინააღმდეგ პროტესტი ჩაეხშოთ და ასე ვთქვათ დისკრედიტაცია განახორციელებდა ჩვენი პროტესტისა და ზოგადად ქართული ხალხის პროტესტის დისკრედიტაცია რითი ხდება ამის დისკრედიტაცია რომ აი ნახეთ ნაციონალებმაც და ვიღაცა გიჩმას და ემათაც გააპროტესტეს. ესე იგი ისინი აპროტესტებენ, ესე იგი ჩვენ კაის ვაკეთებთ, ისინი ხო ყოველთვის სახელმწიფო საწინააღმდეგო რაღაცა თუ რაღაცას აკეთებენ, ამიტომ ჩვენ ვართ მართლები და აი ამ გზით ხდება
ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტის ჩახშობა ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, ყოველგვარი ინფორმაციის მოწოდების გარეშე და ეს არის მაგათი პრაქტიკა, მაგრამ აღარ გაგივათ ბატონებო, ხალხმაც უკვე მიხვდა ამ თქვენს ოინებს და ხალხი ამაზე აღარ ვარდება და არც იმაზე არ ვარდება, ხა თქვენ ვიტყვით რომ აი ჩვენ რა ქვია მას შევებრძოლებით ფასებს ჩვენ გამოძიებას ჩავატრევთ და ფასების მას გამოძიება სისტემა არის შენი ეკონომიკური ისეთი რომელიც ახალისებს კარტელების შექმნას და წარმოქმნას. თუ ყველაფერი ერთმანეთის მაკაცები ხართ, უყოლა ვინაცა ამ ქსელების უფროსები და პატრონები და დაჯდებით ერთ გაისაღამოს იქეიფებთ ოსტუმაში და შეათანხმდეთ მოდი შემდეგ პირველ იანვრიდან აუწევთ ფასები როგორც 20 ლარით აუწევს მთავრობა პენსიონერს პენსიას მაგალითად ხო? და ჩვენ 20%-ით აუწიოთ, იმათ 20 ლარით აუწიეს და რა პრობლემა? იგივე ფარმაცევტულ სექტორში და აი ფარმაცევტულმა სექტორმა გაანადგურა ქართული ხალხის ჯანმრთელობა. აი ბოლო ათწლეულების განმავლობაში მარტო ფასებზე არა იქ საუბარი, აქაც საუბარი როგორც წამლავენ ხალხს აი ამ თავისი აღარ ვაფშე რომ კოვიდის დროს გააკეთეს და კორონას დროს რა გააკეთეს და რა უკრეს ხალხს იმაზე, მაგრამ Deep State თუ ებრძვი, მაშინ ჯანმოდან, აი ამერიკის შეერთებული შტატები თუ ებრძვის ტრამპი Deep State-ს გამოვიდა მაინც ჯანმოდან და აღარ აფინანსებდა. შენ ვიძახი რომ მე ტრამპისკენ ვარ და ხარს უჭერ Deep State-ს აბრძოლაში, გამოდი მაშინ ჯანმოდან დამანახე რომ რეალურად რაღაცას აკეთებ და არა ხალხისთვის თვალში ნაცის შეყრა რომ აი ჩვენ ვებრძვით ფასებს და მანამდე ჯერ არა, ოღონდ ჯერ ახალი წლები და საშობაოდ იყიდეთ ყველაფერი ძვირა და მე მომასობაში გამოძიება რაღაცას იტყვის რა ატომარი ფასები მომატებული. აი ხლა ბატონ კობახიძემ არის ის წამლები რომ 500-600% უფრო ძვირია ვიდრე თურქეთში. ერთი პერიოდი ეგ მოხსნა მერე აკრძალვა იმპორტის აკრძალვა ღარიბაშვილის პერიოდში მოიხსნა. მანამდე აკრძალული იყო იქიდან იმპორტი, წამლის იმპორტი. როდესაც ეს მოიხსნა, ვიმედოვნებდით რომ რაღაცნაირად გააიაფებდა ბაზარს, ხო? არა, ისევ ესე იგი მიდის რა თქმა უნდა საბოტაჟი და წარმოედგინეთ თქვენ ელემენტარულად რომ გადახვიდეთ აი აქ ხოფაში ჩაულებრივად აფთიაქში რომ იყიდოთ აგერ შემოტანილი ქონდა პარტია თავისუფალ საქართველოს კახაკოს რომ მუშაობდა ამაზე რამდენჯერ თავის მანქანით კერძო მანქანით გადმოიტანა რომ დაწერა აი დაფაზე და გვაჩვენა ყველას 500-600%-ით იაფი იყო თურქეთში და 10-ჯერ უფრო ხარისხიანი გერმანული წამლებია. წარმოიდგინეთ თქვენ ესე 500-600%-ით იაფი აქვე თურქეთში, აფთიაქში და დისტრიბუტორს შეუძლია კიდევ უფრო იაფად შემოიტანოს, ხო? წარმოიდგინეთ რა დონეზე ძარცვავენ ხალხს და თურმე პრემიერ-მინისტრმა ჩემგან უნდა გაიგოს და კახაკუკავასგან. გეკითხებით, არიცით რომ ესე ხდება და იძარცვება ხალხი? ვისაყრით ქარში ნაცած ხალხო წყალს მიაქვს საქართველოს და სოფლიოს 90-95% შეუძლია აი მტკნარი წყლებით ეს სასმელი წყლით მოამარაგოს საქართველოს იმ ხელა მარაგიოს და ამ დროს ლიტრი წყალი სასმელი წყალი ღირს უკვე 2 ლარი საქართველოში. ბატონო დავით, ეს ხომ ყველა სექტორში და ყველა სფეროში ესე არის, ამიტომ საქართველოში წარმოება საერთოდ რო დასვეს ნორზე და ჩაკლეს, ყველა სახის არა მარტო მათ შორის არ ქონდა ჩვენი ქიმიური მეწვეულობა და საკუთარ წამლებს არ ვაწამოებთ თავის დროზე. აი ეს ხო არ გვჭირდება საერთოდ არანაირი წარმოება არა საჭირო საქართველოში ყველაფერი და შემოიტანო. რატომ? იმიტომ რომ მაშინ შეიძლება მას 5 მაგი ფასი დაადო და გაყიდო იგივე წამალი 5-ჯერ მეტად ვიდრე იყიდება თურქეთში მაგალითად და ესეთივე პრინციპით მუშაობს ყველა სფერო და ყველა სექტორი. ყველა სისტემა მუშაობს ქართველი ადამიანის, საქართველოს მოქალაქის და კერძოდ კი ეთნიკურად ქართველის გაღატაკებაზე და მათი ბოლო კაპიკის და ბოლო ლარის ამოცნაზე მათი ჯიბიდან. რატომ? იმიტომ რომ შეუქმნა და გაუსაძლისი პირობა ქართველს, რომ უმრავლესობა წავიდეს ამ კომუნიდან აყრიან ხალხს საქართველოსგან. აი ეს არის ედენებიან, ეს არის ჩვენ ადრე იყო ტყვეთას ყიდვა იგივე პროცესი არის ახლა რომ აი შენ სხვა გზა არა გაქვს შენ წახვიდეს რაღაცა უცხოეთში და იქიდან ისევე ფული აქეთ უგზავნო შენიანებს და ის ფული მე ის ფული ტრიალებს ამ ეკონომიკაში და იქიდან მე გადასახადის სახით ბენზინზე იქნება გაზზე იქნება ბენზინო ჩაასხა საჭმელი უნდა იყიდოს ის საჭმელი კიდე უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქტები რა თქმა უნდა და მიდის ისევე ეს ფული ეს ჩვენ მაგრამ ანუ ქართული ხალხი რასაც წამოებს ემიგრაციაში გასული ქართული ადამიანების გამოგზავნილი ფული და მე კიდე მოდგებიან და კიდე ემიგრანტებს დაუწყებელისა აი ემიგრანტები არის კიდე
ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ითამაშოს და ითამაშებენ კიდევაც და იტყვიან თავის თავს აი ამ უბედურების საქართველოს დახსნის პროცესში ამ უბედურებისგან, იმიტომ რომ ამათ უნდათ რომ რაც მეტი ნაკლები ქართველი იქნება აქედან. ამათ ანაცვლებენ, მე ვთქვი რომ ეს არის მსგავსი პროცესი ყველგან მიმდინარეობს, აი რომ ნახო, ბრიტანეთის პარლამენტში როგორი პარლამენტარები ყავთ უკვე რომ აი ვიღაც ახლა არ ვიტყვი რა რელიგიის წარმოადგენელი, მიხვდებით რა რელიგიის წარმოადგენელი იქნება ის ბატონი, ვინაც ბრძანებს რომ თურმე ბიძაშვილი მამიდაშვილებს შორის ქორწინება არ უნდა აკრძალონ ევროპაში და ბრიტანეთში, იმიტომ რომ რასიზმი ყოფილა თურმე და უნდა დაუშვან, იმიტომ რომ გარკვეული რელიგიის წარმოადგენლებში ეს არის მიღებული პრაქტიკა და უნდათ რომ ეს იყოს ბრიტანეთში, ევროპაში და შემდეგ. აი აქამდე მივიდა საქმე და ჩვენთანაც აქამდე და ამაზე ვარისად მიიყვანენ საქმეს და ჩვენთანაც დაგვიჯდებიან ასეთი ვაჟბატონები მე პარლამენტში და იტყვიან რომ აი უნდა შემოვიღოთ შარიათის კანონები. აქამდე მივა ძალიან მალე საქმე, იმიტომ რომ ქართველებს ესენი აქედან დევნიან და ყველაფერს აკეთებენ რომ ჩანაცვლეს ქართველები ყველათი ოღონ არა ქართველი ამ ქვეყანაში რა. და ეს არის უკვე ისეთი კრიტიკული პროცესი არის რომ უკვე ქართველები შეიძლება უმცირესობაშიც აღმოჩნდეთ თუ კი უკვე არა ვართ ყველა რომ ნახოთ მართლა ქართველები ვინაცავთ რეალურად საქართველოში და ნუ ახლა როცა ქართველები იქნებიან უმცირესობაში მე უკვე სხვა პოლიტიკის გატარება შეძლებათ რომ იტყვიან რომ აი რატომ უნდა იყოს მაგალითად მართლმადიდებლური ეკლესია და რელიგია პრივილეგირებული თუ კი ეს არის უმცირესობის რელიგია და რა არის უმრავლესობის რელიგია. რატომ უნდა იყოს ქართული მაინდა-მაინც სახელმწიფო ენა თუ კი ეს უმცირესობის ენა არის და აი ასეთი ჩადებული ნაღმები არის ამ პროცესებში და ამიტომ არის დრო ახლა რომ მართლა დღეს და არა ხვალ დავარისხოთ ზარები და თქვათ რომ აი ეს უკვე გადარახეს ამ ვაჟბატონებმა ის რუბიკონი და ის წითელი ხაზები რასაც ქვია რომ აი ამის იქით ჩვენ უკვე საქართველოს აღარ დავრჩება და ქართველები აღარ იქნებთ ელემენტარულად ხა საქართველოს იქნება მაგრამ ქართველების ქვეყანა აღარ იქნება რა შეიძლება სახელი დარჩეს უბრალოდ მაგრამ საქართველოს რო ქართველების სახელმწიფო და ქვეყანა როგორც ასეთი იქნება ბუტაფორია იქნება ეს თვალში ნაცრის შეყრა და ამას ჩვენ ძალიან მალე სამწუხაროდ შევეჯახებთ ამ პროცესებს თუ კი დღეს ჩვენ ამათ არ დაუშვით წერტილი აი ამათ ანტისახელმწიფოები და ანტიქართულ მოღვაწეობას 2026 წელი უნდა გახდეს შემოძვიფასებო უნდა გახდეს და გახდება კიდევაც ახალი ქართული საქართველოს სრულიად საქართველოს საერთო სახალხო ეროვნული მოძრაობის განახლების წელი და ახალი ესე ძველ რა თქმა უნდა საფუძველზე და ძველ ფუნდამენტზე და ტრადიციაზე დაყრდნობით მაგრამ ახალი ენერგიით და ახალი ძალებით და მათ შორის ქართულმა ემიგრაციამ უნდა აი ამ საქმეში თავისი ლომისფრის შეიტანა ჩვენ შემოძვიფასო ემიგრანტებო ჩვენ თუ კი არ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო აი ჩვენი ქვეყანა 5 წელიწადში მე უკვე აქ შემოსასვლელიც ვეღარ შეგვეძლება შემოსვლაც კი ისე მიიყვანებენ ესენი საქმეს და ჩვენ ქვეყანა ხო არ იქნება ხო გაყიდეთ და კიდე ამიწევს და საღადა გვაქვს ჩვენ ვინ დაგვჭა ქართული მიგრანტებს გვაქვს ამ მიწების საქართველოს შემოსვლა მოქალაქეობას აღარ აძლევენ მოქალაქეობას აღარ აძლევენ შემოდის ქართველი და არ აძლევენ მოქალაქეობას ამაზე მეტის რა გინდა და არ ჭირდებათ არ უნდა ბოლო წლებია ჩვენ გვესმის ბოლო წლები კი ადგილი ხანია ფლეულები გვესმის რომ ნუ ახლა ამას რა უნდა უწოდო ახლა ამას ქვია თაღლითობა და მეტი რა თაღლითები არიან ხან პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური დისმაჩვენებლით სოფლიოში ხან მეორე ადგილზე ვართ ხან მესამე საპრიზო ადგილზე ვართ მოკლედ ვუსწრებთ ყველა წარმატებულ ქვეყნებს ამ დროს თვითონ ესე იგი 500% გაიზრდიან ხელფასს და პენსიონერს ეთქვია რომ 20 ლარით გაგეზდება ხელფასი ეს პენსია ნუ აი არ ვიცი ამაზე დიდი აი დაცი ქართველი ხალხისა მე არ ვიცი რა ვიცი აი როგორ შეიძლება 350 ლარი პენსიონერს კონდენზე შენ დაინიშნო 17000 აი ამაზე დიდი უნამუსობა ბატონო დავით უკაცრავა და საკუთარ თავს მიხედეთ ბატონო კობახიძე და საკუთარ მინისტრებს 17000-ები რო გაიხადეთ ხელფასები და პენსიონერს ეუბნები რომ 20 ლარს მოგიმატებთო ბატონო დავით უკაცრავა და როდის დაანონსეს ეს 20 ლარით მომატება აი ამ პენსიის თუ გახსოვთ ამ ცოტა ხნის წინ იყო რა არა უკვე რამდენიმე თუ ხო გავიდა ხო კი მე როგორც ბოლოს ვიყავ ჩამოსული რაღაც სექტემბერში უკვე მაშინაც იყო საუბარი ამაზე რომ 20 ლარით უკვე გადაწყვეტილი იყო რომ სულ 350 ლარი გადაწყვეტილი იყო რომ 20 ლარით მომატებოდა პენსიონერის პენსია გავიდა მის მერე 3 თუ 4 თვე ხო ამ 3-4 თვეში აი მე რა მაშინ ჩამოვედი და ახლა რო ჩამოვედი ხო აი მაშინ რო ევრო ამოახურდა სიტყვაზე 100 евро ხო და ახლა რო ამოახურდა იგივე 100 евро ახლა 20 ლარით მეტი მომივიდა ანუ ჯერ ის 20 ლარი მომატებულიც არ არის და უკვე და ინფლაცია მოკვდა ლარის კაპუჭო უკვე შეჭამა ის 20 ლარი 100 ევროდან უვიანგარიშოს თვალს რა და ეს დაცინვაზებითი ვარესი არ არის და რომელ მომატებაზეა შეხვიდოდი უკვე სასურსათო მაღაზიებში შეჭერან გადაუღებ ფოტო ელემენტარულად გადაუღე ლუდს წარმოიდგინეთ საქართველოში ყურძენი
აი კახელი გლეხები რა დღეში არიან 70 თეთრსაც კი არ უხდიან იმაში რომ ყურძენში რომ და რა გამოდის 2 კილო ყურძნით 1 ლიტრაწვენი ხო გამოდის ნატურალური ღვინო წარმოიდგინე ლარნახევარში გამოდის 1 ლიტრა აი კაცა ადამიანო ჩვეულებრივად რომ ვიყიდოთ ჩვენ კერძო პირებმა ლარნახევარი დაგვიჯდება რომ დავაყენოთ ლიტრა ნატურალური კაცეთები აგერ გადაუღე ფოტოები ჩვენს ოპერატორს წეგან საუბრობდით მე ბატონი გიორგი ფრანკიშვილი და ლიტრი გამოდის 16 ლარი 18 ლარი აგერ გვერდზე მაღაზია სასურსად ლიტრი გამოდის გაგონილე ესეთი რამე სადმე ხდება ეს 16 ლარი 18 ლარი საქართველოში ხდება ნახევარი ლიტრი ბოთლი ღირს 8 ლარი 9 ლარი 6 ლარი და 99 მაგრა იციან ექსპორტზე უფრო მეტიც ეს ხო ძარცვა არის ბატონო დავით რა არის მე სიუტყვი რა და აი ეს თემა ამათ ინტერესებში არის რა ოცნების და ბატონი ყობახიძის და მისი და ნამზულების ინტერესებში არის რომ ჩვენ ხალხმა ვილაპარაკოთ მატერიალურზე იქ 20 ლარის ვითომ მომატებას და სინამდვილეში მოკლებაზე იმიტომ რომ გაძვირებული არის ყველაფერი და ის 20 ლარი აი ამ გაძვირებას და ინფლაციას ვერ ეკომპენსირებს მაგრამ ამათ უნდათ რომ აი ამ დონეზე დავჭეთ რომ ამათ უნდა ჩვენი პროტესტი იყო მარტო იმაზე რომ რატო 20 ლარი და რატო 50 არ მოიმატა მაგალითად ხო აი ამ გზით ჩვენ უნდა წავიდეთ ამაშოქუშოქს ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება ამათი ასე რომ ვთქვათ ანტისახელმწიფოები და ანტისახალხო ქმედებისა რამაც ხალხი მიიყვანა უკიდურესი სიღატაკის ზღვარზე რომ ესე იგი ხალხს შეუქმნა სამათხოვოთ საქმე რომ რაღაც არჩევნებში მე ერთი ასე ვთქვათ შეკურა კარტოფილი სანაცვლოდ ხმა მიაცემინონ ვისთვის უნდა იმათთვის აი ამიტომ მოქმედებენ ამათ მიზანმიმართულად უნდა და აინტერესებს რომ ქართული ხალხი დარჩეს სიღატაკეში და სიღარიბეში და ქართული ხალხს მოუწიოს ემიგრაციას და იქიდან ემიგრაციიდან არჩინოს უბრალოდ თავისი დედა და მამა და მშობელი აქ ქართულმა ემიგრანტმა რომ მეტი არაფერი ხმაც კი რო აღარ მიცეს ემიგრანტმა საქართველოში არჩევნებშიც უკვე აღარ უნდათ რომ ემიგრაციამ კონდეს დაეტოვოს ხმის მიცემის უფლება უცხოეთიდან აქამდე რუსეთიდან წასული ხო რუსეთში წასული ჩვენი დიასპორა ხო დაბლოკილი ყავდათ იმის გამო რომ ემანდ პრორუსული რაღაც გავლენები არ გაძლიერდეს ახლა უკვე ევროპი და ევროპაში წასულ და ამერიკაში წასულ ემიგრანტებსაც იგივეს გაუკეთებენ შემდეგ არჩევნებზე რომ ემანდ ევროპული გავლენა ან უცხო ქვეყნის რაღაც ხო დაარქვეს ყველასფერი რა ქვია ვიდაც უცხოეთშია ყველა ფრონტერი ყოფილა აქამდე თქვენ უძლებოდით ამ ევროპას ხო და თქვენ იყავით მაგათი ორგანიზაციების წევრები კი არა უკვე ლიდერები იყავით და ბატონი ყობახიძე სადმუშაო და საინტერესო არის ჯერ კიდევ სააკაშვილის პირობებში და რომელ ორგანიზაციებში ხო ეს რო გავიხსენოთ და სხვებზე საუბარი აღარ არის კიდე პარლამენტის თავმჯდომარე და სხვანი კიდე რა თანამდებობაზე იყო რომელ სათავრობოებში და რომელ საერთაშორისო ორგანიზაციებში რომელსაც ახლა უწოდებენ უცხო ძალებს და იმათ გავლენას და ვისი გავლენა არის ვინ არის მომჟდარი ქვეყნის სათავეებში და ვის ინტერესს ატარებდით და ატარებთ დღემდე ხო აი ეს ბატონები რომ მე ჩვენ გვეუბნებით ჩვენ მოგვდგებით მე და ჩვენ დაგვაბარებთ ვიღაცა სხვის ინტერესების გატარებას, ვიღაცა ქვეყნის და სამშობლოს ღალატს და ყველაფერ უბედურებას მოიფიქრებთ და დაგვაბარებთ ჩვენ. იმიტომ რომ თქვენი თავიდან რო თქვენ ვაიცროთ აი ეს ბრალდებები და ეს სპეციფიკა და ბრალდებები და ყველაფერი საქართველოში ვინ არის მე მგონი რა და თუ არიციან კიდე რა ვიცი გააკეთო ლუსტრაცია მაშინ ლუსტრაციის გამო შემოგვიდა და დავინახოთ ვინ რა დროს იყო რომელი ქვეყნის და რომელი სპეცსახურის და არის დღემდე ასე ვთქვათ აგენტი და როცა დაჭირდებათ და ევროპას რო გამიძახილე ევროპაში თქვენ სადაც დანდებით თუნდაც გერმანიაში და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მაქსიმუმ ჩინოვნიკის ხელფასი აღემატება 7-8-ჯერ, მაქსიმუმ 10-ჯერ, მეტი არა. პენსიონერის პენსიას. ანუ შენ როცა ინიშნავ 17,000 ლარს, მინიმუმ მაშინ 1,700 უნდა კონდეს პენსიონერს. ეს აი კონსტიტუციურადაც უნდა იყოს რომ 10-ჯერ მეტი იმაზე მეტი აღარ უნდა კონდეს უკვე ჩინოვნიკს. აი მე მართლა შეუყვარდებათ პენსიონერები ალბათ ხო? ბატონო დავით, ჩვენო ქვეყანა სამართლიანი ჩვენო ქვეყანა გქონდეს და სახელმწიფო რო გქონდეს და ქვეყანა ჩვენი რო იყოს ეს საქართველოს ქართველების
ჩვენი პენსია უნდა ეწყებოდეს აი დღევანდელი ლარის კურსიდან გამომდინარე 2000 ლარი და ზემოთ უნდა გქონდეს ჩვენ პენსიონერს მინიმალური პენსია. და ექნებათ კიდევაც ამხელა ექნებოდათ კიდევაც რომ თავის დროზე საქართველოს არ ჩამოშლილიყო როგორც სახელმწიფო და არ გადაქცეულიყო სახელმწიფოს კვაზი სახელმწიფოებრივ შპს-ად, ანუ ფირმად, რომლის თავარი სტრატეგია არის რომ თვითონ აი ამ ფირმის მეპატრონეებმა თავისი მოგებების მაქსიმალიზაცია და გაზარდონ თავისი ჯიბეში ჩადებული ფული და გააკეთონ ქვეყნის და ხალხის გაღატაკების და გაგდების ხალხზე. აი ამ პროცესები უაწესულიყო და აი ამ თავარ პრობლემას სანამ ჩვენ არ მოვერევით და არ დავიბრუნოთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ სუვერენიტეტს, ჩვენ არ არის სუვერენიტეტი და გავაშინოთ ეს. და ყველაფერი ეს არის ბუტაფორია, ესენი კანონმდებლობა, კონსტიტუცია, ეს მუხლი, ის მუხლი, ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია და ეს არის შენებვა იმის რომ არ თქვან სიმართლე რომ ეს არის ჩვეულებრივი შპს, ჩვეულებრივი ფულის საჭიროების მანქანა ერთეულებისათვის, ვინაც ხელში შეაგდო ბანდიტურად და ყაჩაღობრივად აი ეს ყველაფერი ჩვენი ხალხის მთლიანად ქართული ხალხის დეულადი და პრივატიზაცია და არქეს და მეათეთ ფასებში რო გაყიდეს ამისთან ვირფას ქარხნები და ეს ხო და შეისყიდეს სათამაშოს ფასებში და ბოლოს ჩვენ ერთად უსმენთ ჩემი მეგობრები ამასინათ ბოლოს ის რა დარჩა აი ეს ძალიან მცირე თანხა ხო შეჭამეს თლიანად და მიისაკუთრეს იმასაც არ დაჯერდნენ და ბოლოს დარჩა 450 მილიონი იმ 450 მილიონიდან კიდევ 300 მილიონი კიდე მოიპარეს აღარაფერი არ დატოვეს პრაქტიკულად და ხალხს ისიც არ ეყოთ მერე ხალხს რა განაზრობი ქონდა ჩვენს აი წინათაობებს და იმათ 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის პერიოდში თაღლითურად მოტყუებით შეატაინეს ზოგმა ოქრო ვერცხლით ჩააბარა იქ რომ გამიორმაგდებაო და ისიც მთლიანად ესე იგი იქაც მთლიანად ხელები დააბანინეს ასე გატეხეს წელში საშუალო ფენა საქართველოში ბატონო დავით ასე გატეხეს ქართველი კაცი ასე თქვა ამა მოხდა ქართველი კაცის დეკონსტრუქცია და ეს სამუშაო მინერავდა ყველა მხრიდან მინერავდა შემოტევა ქართულ კაცებს მამაკაცებს მოსწონს და ქართულ ოჯახს მერე კიდე ხო აი ქართველი ქალი უნდა გაქცეულიყო წასულიყო რაღაც საბერძნეთში ვიღაც მოუვაროს რომ კიდე აქ შვილები აჩვენოს და შვილებმა ვითომ განათლება მიიღოს ფსევდო განათლების სახით რა ქართველი კაცი უნდა დარჩეს აქ ყოველგვარი ასე თქვა მამაკაცობრივი ღირსების გარეშე უმშვევარი უპოვარი უკონელი რომ იმას ყველაფერი ასე ვთქვათ რა ყველაფერზე ხელი მოაწერინონ შემოიყვანონ ამის მაგრად კიდე იქნება იქ რა ქვია პაკისტანი იქნება თუ ინდოელი თუ ჩინელი თუ მე იმათ აპეტენზია კი არა მაქვს მე გერმანიაში ბატონო დავით ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია პაკისტანელი ბიჭი არის წარმოშობით პაკისტანი 2 წლის ასაკში ჩამოვიდა გერმანიაში რა იმას ის არის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ასე ყავს იტალიელი მეგობარი პოლონელი მეგობარი რუმინელი მეგობარი მე რო ვარ ინტერნაციონალურად განწყობილი რა ყო ესე თქვა მაგხრივ რო ნორმალურ ადამიანთან და ვიზაცაა ჯიგრულად რა მეგობარიც იქნები და ძმაც იქნები იმისი რა ჩვენ რა გვეშლება იცით ბატონო დავით ჩვენ საქართველოს როგორც სახელმწიფოს ასე თქვა ინტერესისად არის და აი უცხო მასის შემოდინება კრიტიკულ რაღაცა ზღვარს რომ მიაღწევს იმის მერე სად მივდივართ ქართველები როგორც პატარა ქვეყანა თორე გერმანია არის 80 მილიონიანი და 2 მილიონი თუ შემოვიდა 100 მილიონი უცხოელი იმათ ისე გააკეთებენ მეორე მესამე თაობაში ასიმილაციას რომ იმათი ბავშვები ჩვეულებრივი გერმანელები იქნებიან ამიტომ რომ გერმანულ სკოლაში იღრდებიან გერმანულად სწავლობენ და ემსახურებიან მე გერმანულ ეკონომიკას მაგათ პრობლემა კი არ აქვს მაგისი რა პრობლემა მიდის უგო სხვა მხრივ ახლა ისლამიზაციის მხრივ და აი ამის მხრივ რომ ვეღარ გათვალეს და აი ამაზე აქვს პრობლემები და აჩვენის ბრიტანეთში, მაგრამ ჩვენთან აი ამ 3 მილიონი ქართველი და აღარა და ამ პირობებში, ამ დემოგრაფიულ პირობებში, როდესაც ქართველები უფრო მეტი სიკვდილიანობა არის დაფიქსირებული ბოლო წლების განმავლობაში, ვიდრე შობადობა ქართველი ბავშვების. აი ამ პირობებში მოსახლეობის გამოსვლა არის, აბა რა ჯანდაბა არის ასეთი მასით ინდოელების, პაკისტანელების, ირანელების, არაბების, თურქების და ყველას შემოსვლა, ვისაც არ ეზარება და ვიღაც უბრალოდ ვიზა რო ქონდეს საუდის არაბეთის უკვე საქართველოს შემოდის და მე რჩება და იყიდის რაღაცა ბინას და უკვე ბინადრობა აქვს და ყველაფერი მეორე თაობაში გეტყვის ჩემიას ქვეყანაო. არ ხონდა საქართველოში მაგდროულად ჩვენ როდესაც თბილისში არაბი ამირაიჯდა და არაბული საემირო იყო თბილისი. აი ერი და ბერს კიდე უნდა გაახსენოს, იმიტომ რომ ქართული ეკლესია და მართლმადიდებლობა მარტო ის არ არის რომ რაღაცა ჩვენ თქვათ რომ აი ჩვენ ეკლესიაში შევდივართ და პიჯვარს ვიწერთ და სანთელს ვალთებთ რა.
პერი მაშინ ომობდა, როცა ეს პროცესი მიმდინარეობდა და სამღვდელოებაც გამოდიოდა და არაბებისთვის თავი შეუკვლიათ და ასეთ ასმა თავიდან თუ გაწირა გინდათ რომ ისევ არაბი ამირად აგიჟდეთ თბილისში? აქამდე მივა საქმე ესენი ვერ ხვდებიან. ვერც ერი და ვერც ბერი ვერ ხვდება ამას რომ აქამდე ისევ იქნება ვიღაცის საამირო თბილისი. ისინი იტყვიან რომ ეს ისტორიულად ესე იყო, აი ნახეთ რა 1000 წლის წინ ამირა ფადლონი იჯდა თბილისში და ანუ ჩვენ გვაქვს ამის უფლება რომ დავიბრუნოთ ეს ჩვენი საამირო. ასე გვეტყვიან პატარა ხანში. როდესაც მოვლიან დიდი კაპიტალით და შეისყიდიან ამას ყველაფერს აკავრობას. დაგიძებს და გეტყვის რომ აგერ ჩემი ნაყიდი აქვს, ჩემი არის იტყვიან შენ ქართველებს კიდე ზოგი ხო ხარჭად გვეყავთ და ჩვენი ახალგაზრდა გოგოები და ვისაც ესე იგი რა ქვია აღარ შეერჩა არც სინდისი არც ნამუსი და ჩვენი გაუბადრებული მდგომარი უნდა გამომდინარე სხვა გამოსავალი რო ვეღარ ნახა ხო აი ნახოთ რა დღეში არიან თუ გინდა აქ რა ქვია ამირანელები ის გახსნილი მაშინ შიშაბარებში და თუ დისკოთეკებში და ნუ აღარა მაგაზე საუბარი რა ძალიან ცუდი მდგომარეობა შექმნილი და ეს ყველაფერი არის ერის გადახსილება საიდან დაიწყო შენ იმით დაიწყო რომ ისტორიის გაყალბებით დაიწყო და იმით რომ ქართველს გადაკიდეს და ისევ სამოქალაქო მინდა ისევ ამ კუჩით ჩამოშალეს რეალური კი არა ლეგიტიმური ხელისუფლება და აი ჩვენ ამას თუ არ დავუბრუნდეთ თუ არ დავიწყეთ საწყისებიდან აი რაც არის ქართული ენა მამული და სარწმუნოება ჩვენი ამ სამი უმთავრესი დაბოძის დაცვა თუ არ განვახორციელებთ ჩვენ უნდა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ რა ქართულად დიდი გაერთიანება მე რატო შემოვერთ იმიტომ რომ გაჩნდა იმედი რომ აი გავერთიანდებით ქართველნი ვისაც მართლა საქართველოს გული გვიძგერს და ჩვენ ბევრი რაღაცა უნდა ვაპატიოთ ალბათ ერთმანეთს ამიტომ რომ ზოგი იმისიანია ზოგი ამისიანია მე იტყვის ვიღაცას ეს აზრი არ მოეწონება ვიღაცას ის ნათქვამი არ მოეწონება და ყველგან არის ხალხი ამ ჯგუფებში ჩასაფრებული ოღონდ ერთი რაღაცა გამომინა თავარი იდეაზე ბატონო კობა გავსწორდეთ თუ აი საიდანაა საკეთებელია და საქმე რა არის აი კონსტიტუციური სამართლიანობის ადგენა და მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ უნდა გაემიჯნო ამ სისტემას პარტია ხალხურად როდემდე ბოლომდე უნდა დაგმარხო თუ შენ არ ემიჯნები, ესე იგი შენ ოღონდაც პარტია ქონდეს, ოღონდაც რამოდენიმე სკამი მიიღო პარლამენტში და საკრებულოში და ქვაქვაზე ნუ დარჩენილა, ესე არ გამოვა. მოდი გავემიჯნოთ და გულში ჩაგიხუტებთ ყველას, კაცო, დავიდეთ ერთად ქართველები ვართ, ერთ სწორიგით წავიდეთ. ბატონო, მე ხშირად მithქვამს, ბოლო თაობა ვართ ალბათ, ვინც უნდა გადავარჩინოთ. მე ხშირად მithქვამს და ახლა ვიმეორებ, რომ არ შეიძლება ამათ მიერ დანიშნულ არჩევნებში მოაწილეობა არ შეიძლება, მაგრამ ამათ ესე უправებ მათ ეს თქვა მათ არაკანონიერ და არალეგიტიმურ სისტემას და აგრძელებთ მათ აი ამ უმსხავსობას ეხლა აი ბატონო კობა ხო ნახეთ თქვენ ახლა ჩამოხილეთ დაათვალიერეთ კიდევ კინოთეატრი რუსთაველი აგერ იგლ ჰილსია წერია მიყიდეს იმათ რა ქვია ზუსტად ეხლა აპირებენ იმის დემონტაჟს და იმას პარლამენტის შენობისას და გაყიდვას წარმოგიდგენიათ რევები ხდება ხო და ამას ბატონო დავით მარტო უშვილის ერთიანი ეროვნული მოძრაობა აღორძინება კი ათუნ თავიდან უნდა მოიფიქროთ რა და თავიდან უნდა შევქმნათ ძალა რომელიც ითავებს ქართულ ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობას და როგორც მაშინ თავისუფლზე გაათავისუფლა არალეგიტიმური საბჭოთა ხელისუფლებიდან და შექმნა სახელმწიფოებრიობა და დააბრუნა აღადგინა ასე რომ ვთქვათ სუვერენიტეტი ისეთი და იმაზე კიდევ უფრო დიდი საომარი გვაქვს ახლა, იმიტომ რომ მაშინ 90-იანი წლების ბოლოში მაშინ ქართველები ვიყავით იდეურად გაერთიანებული და ამ იდეის ირგვლივ ყველა იყო თანახმა ამაზე რომ ჩვენ უნდა გავხდეთ დამოუკიდებელი, ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი სახელმწიფო და უნდა ჩვენი ეროვნული მოძრაობა და ჩვენი წყობა დავიცოთ და აღვარდით. ამაზე ყველა თანხმდებოდა და ამიტომ გაიმარჯვა იდეამ და აი ისე აი იგივე იდეა თუკი ჩვენ ხალხში პოპულარიზაცია ვერ მოახდინეთ ამ იდეის და თუკი ჩვენ ისევ ვერ შევკრიბეთ მთელი ერიდაბერი აი ამ იდეის ირგვლივ ჩვენ დაგვრჩება ეს ხმა ღალატებისა უდამოსოში და ჩვენი ეს საუბარი რა და ამიტომ ყველას არის მიმართა ხალხო რა ქართველნო ჩვენ ერთმანეთს თუ არ ჩავიხუტეთ და ერთი იდეის ირგვლივ თუ არ გავერთიანით და ისევ რაღაც თუ არ ჩვენი ნაციონალური იდეა თუ არ მოვიფიქრეთ და ჩვენი ეროვნული გათავისუფლების პროგრამა და გეგმა თუ არ შეიმუშავეთ ჩვენ რამდენიმე წელიწადში უკვე მატარებელი ჩაივლის და უკვე უკან მოვუხდავთ მე უკვე რუნს დავიწყოთ არანაირი შედეგი აღარ იქნება და წარმატების იმედიც კი აღარ დარჩება. ეხლა ისეთი სწრაფი ტემპით მიდის, ყველაფერს გაყიდა ეს მიწა იქნება თუ შენობები იქნება თუ ყველაფერი აბსოლუტურად კიდევ გეგმაში უარესი აქვს როგორც ჩაფიქრებული, ამიტომ ეხლა გადავიდნენ სიტყვის თავისუფლება მთლიანად ჩაკლან.
ანუ ეს კანონიც ამას ემსახურება, რომ აბსოლუტურად აქცია ვეღარ გამართო. მიტინგი ვეღარ მოაწყო და ვეღარ პირდაპირ პატიმრობას გეუბნება, რომ 15 წელი შემდეგ განმეორებულ შემთხვევაში 1 წლით უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. დიქტატორული მეთოდებია ის მახსენდება ფრანგი მწერალი ბალზაკი მან თქვა, რომ კანონი ჩვენში ობობის ქსელს გასო. სადაც წვრილფეხანი შიგებმევიან, წვრილფეხანი გახევენ და გაივლიანო. აი ზუსტად ასე არის, წარმოედგინეთ თქვენ ეხლა ჩვენ რო ხვალ აი უბრალოდ დავტესტოთ და გავაკეთოთ აქცია პარლამენტის წინ. მთელი უშიშროების სამსახური იქ ჩამოვა. და აი იქ მაღლა რომ ზიან, იქ არ ეხებიან. იგივე წანისისტრებთან ეხლა ჩვენ რო გავშალოთ იქ კარვები, ხო? იქ ნახავთ რაც მოხდება, იქ ნახავთ რაც მოხდება და ამათ არ ეხებიან. ვითომეტეს ეს უარესია, საკანონმდებლო თავისი ჯიბის ოპოზიცია სათო შეეხებიან, ვინაც უправებს ამ სისტემას და დავინახეთ რომ საზოგადოებამ მეც მაგას ვამბობ, რომ საზოგადოებამ კარგად უნდა დაინახოს, რომ ამას თავად ბიძინა ივანიშვილი ეს სისტემა აკეთებს. მათი ხალხია მან. რა თქმა უნდა. შეიძლება ისინი მოხდებიან თვითონ იქ ვინც არ არიან, მაგრამ ისინი ამ სისტემას ემსახურებიან. ისინი ბევრ ამას ვერ ხვდებიან, მე მესმის, გულწრფელი ადამიანების ბევრია იქ. კი ბატონო. არის ნამდვილად არის, ეხლა მე იმაც არ ვეხები. მაგრამ არის დაფინანსებული. კი რა თქმა უნდა, ამიტომ მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმ ხრივ, უპირველეს იმ ხრივ, რომ განათლება და ჭეშმარიტი განათლება რაგებით საგანმანათლებლო საქმიანობა ქართულ ახალგაზრდებში, რომ ქართულ ახალგაზრდობას რეალური ცოდნა მიეცეს და იდეოლოგია არა ყალბი, არამედ ეროვნულობა, მაგრამ ხელისუფლება ნახე რაც აკეთებს, ვითომ ნაციონალებს და იმათ ებზვიან ლიბერალურ ხაიმას, ხო? ჭაობს. ამ დროს უნივერსიტეტებში ლექციას კითხულობს დავით ბერძენიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, ნინო ჟიჟილაშვილი და ასწავლია, რომ დავით აღმაშენებელი მოღალატე იყო, ერეკლე მეფე მოღალატე იყო, თამარ მეფე. აბა კობა კუპრაშვილი როცა იყო ვერ გარგააჩერეს უნივერსიტეტში. ატყუებენ ბავშვებს. დიახ. ხო და შენ როგორ აძლევ იმას, რატო არ უხსნი იმას, რა ქვია იმას? ბატონო დავით, აი როგორ აძლევ ამას? 5 სემესტრი ვიმუშავე, ვასწავლედი ენთუზიაზმზე რა რა უნდა მიიღო ხელფასი სახით პროფესორმა საქართველოში რა. უბრალოდ კობა კუპრაშვილისნაირი პროფესორი და ლექტორი არ ჭირდებათ ამ ქვეყანაში. არ ჭირდებათ. ამა ჭირდებათ აი ვინაც დატოვეს რა, ესად გინდა ილია უნიში აიღე რა ხალხი არის და რა ხალხი ვითომ ასწავლის ახალგაზრდებს და გინდა ვინაც თქვენ დაასახეთ და ეს ეგრეთ წოდებული ლიბერალები, ვინაც არიან ფსევდოლიბერალები რა. მე რო დავდე თქვენზე ანონსი ძალიან ბევრი ხათაშორის დაწერა იქ და ძალიან ბევრი გცეთ პატივს და რა თქმა უნდა თქვენ განათლებასაც ნეტავი ბატონი კობა გვაჩვენაო ხელისუფლების ადამიანები. ხო და გან ეს ხუმრობა კი არ არის ხალხო. ასეთი ხალხი უნდა იყოს ხელისუფლებაში. ასეთი წარმატებული ახალგაზრდა ხალხი, ვისაც მართლა პროფესიონალია და ვისაც სამშობლო უყვარს და გულისკივა თავის ქვეყანაზე და არა ეს გამყიდველები სულობა ესე იგი ამოვწყვიტეს რა მთლიანად კაცო, ქართლი გინდა, კახეთი გინდა, სამეგრელო გინდა, დასავლეთი. სულ ყველაფერს ყიდიან აბსოლუტურად ბატონო. არ ვიცი ამათან ომი მოგვიწევს, მე ჩვენ მოგვიწევს რომ ესენი სადმე წავლენ მე სასახლეები აქვს ყველა ქვეყანაში და ჩვენ რა ვიბრძოლოთ მე იმიგანელებთან არაბელებთან თვითონ ალბათ გაქცევას აპირებენ და გლობალურ ფულს წაიღონ ამას მაგაზინის შოუბენ. მე არ ამგონია რომ ამათი დიდო დარჩენილი ჰქონდეთ. აი დავინახეთ ეს პროცესები თავისნაირ თავის ყოფილ მინისტრებს იჭერენ. მე ეგენი უნდა დავასრულოთ 2026 წელს თქვენ თქვით. ნამდვილად უნდა დავასრულოთ მათი გიგი ამ ქვეყანაში. მაგრამ ამას ქვეყანა ვეღარ აიღებს. ერთი რაღაცა ავიწყებათ ამ ბატონებს და ქალბატონებს და ვაჟბატონებს, როცა ამ ქართულ მიწას ყიდიან, ერთი რაღაცა ავიწყებათ, რომ ეს თქვენი არ არის ლოკიდით. და მაშინის და ბოშინის ნატუარი არა ამას ლოკიდი. ეს მიწა არის ღვთისმშობლის წინხოდი მიწა არის და ამას ლოკიდი არაბზე და თურქზე და ირანელზე. შენ არ გეგონოს რომ ღვთისმშობელი ამას დაუშვებს და საბოლოო ჯამში თქვენს გაგივათ და ეს მიწა გასხვდება და იქ არის არაპატიებს ამას კი ბატონო. ხო და ჩვენ კიდე ქართველები შევიკრიბებით წმინდა გიორგის წინამძღოლობით და მისი ფარველობით და თქვენ გაგისტუმრეთ მოუსასრულოში ყველა ქვეყნის და ერის მოღალატეს და იმახსოვრდ ეს. ბატონო კობა, 1 საათია ვსაუბრობ და იქით წავიდეთ ცოტა. მე კიდევ ხშირად მოგიწევთ სანამ წახვალ კიდევ კარგი იქნება თუ გვეწევით და აი რაიმე თუ გსურთ რომ კიდევ თქვენი
ჩემი მხრიდან მოწიოთ თუ რამე როცა ერთი მომენტი კიდე მაინც ვიტყვი და მაინც გერმანიაში მინდა პროცესებზე ნაკლებად ვისაუბრეთ დღეს და საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელისთვის ზოგადად ევროპაში რა ხდება თქვენ მე მგონი ხედავთ და გერმანიაში კერძოდ გერმანიაში აი ახლა რა გითხრათ ის გაგახაროთ რა მიდის ესე იგი მზადება ომისთვის და ეს არის ამათი აი ამ გლობალისტების შემდეგი პროგრამა და პროექტი ჩახშებული რომ უკვე რახან ესე იგი სხვა გზით ვერა ახლა ომიც შეიძლება კი არა ომით აპირებენ ეკონომიკის ასე ვთქვათ წამოწევას და იქ გერმანული ეკონომიკა გადადის საომარ რელსებზე და იქ რაინმეტალი რომელიც არის მსხვილი წარმოებელი ამ იარაღის ღებულობს უდიდეს მოგებას და უდიდეს მისი აქციები იზრდება ანუ ესე იგი ძალიან ღიად აცხადებენ რომ ომი იქნება და ნუ რა თქმა უნდა ის мотиваცია არის თავდაცვითი ასე ვთქვათ გამართლება რომ ჩვენ მოგვიწევს თავითაც რუსეთიდან და დარწმუნებული ვართ რომ რუსეთი დაგვესწრება თავსო და აი აქეთკენ მიყავთ პროცესი ამის პარალელურად კიდევ უახლესი რაც მოხდა გერმანიაში არის ის რომ მიიღეს საკანონმდებლო დონეზე აი ჯანმოს ანუ WHO ორგანიზაცია ჯანმოს ახალი ხელშეკრულება პანდემიური ხელშეკრულება რომელიც წინა კვირას უკვე გერმანული პარლამენტის ზედა პალატაში ანუ ბუნდესრატში უკვე გავიდა წინააღმდეგობის გარეშე და დამტკიცდა ამისად თუ კი ესე იგი ჯანმო გამოაცხადებს ახალ პანდემიას ჯანმოს რეგულაციები უკვე აუცილებელი გახდება გერმანიის ყველა მოქალაქისთვის ისე რომ სიტყვის თქმის საშუალებაც აღარ მოგვეცემა უბრალოდ დაგვიჭერენ თუ კი რამე საწინააღმდეგოს ვიტყვით თუნდაც ახალი რეგულაციების და ახალი იძულებით ვაქცინაციის წინააღმდეგ როიცოდეთ ხალხო იმიტომ რომ ამას თუ გეუბნებით იცი ესენ თქვენ ამეთ ჩვენ მთავრობა სხვა რამე ხوار გონიათ იგივე deep states აგრძელებენ მათი ეს თქვათ ბრძანებების შესრულებას და გატარებას იგივე ეს არსად არ გაუშვიათ და ჩვენ გაგზნობენ თავს ბატონი გამყრელიძე და სხვები კიდე ვინაც აი ამ მაფიაში იყვნენ ჩამული კორონა ფსევდოპანდემიის დროს და იგივე იქნება იმაზე უარეს ვიპირებენ კიდე თუ როცა ახალ პანდემიას ასე თქვათ დაგვიანოსებენ და განახორციელებენ და იგივეს იზამენ ასევე შეეცდებიან იგივე განხორციელებას საქართველოში უფრო მეტი რეპრესიული მეთოდებით და აი ამასთვისაც რომ ვიყოთ მზად ეს არის ის გამოწვევები რომელიც ჩვენ გვეუბნება დამდეგ 2026 წელს მაგრამ მეორე მხრივ როგორც გითხარით ჩვენც უკვე კი არა რაც თავარია ჩვენ ვიწყებთ თათარიგი დაჭერილი გვაქვს და ვიწყებთ აი ამ ბრძოლას აი ამ არა მარტო deep state-ის არამედ მათი ადგილობრივი ასე ვთქვათ ნამესტნიკების წინააღმდეგ რომ ეს არ გაუვიდეთ და არა მარტო ეს იმიტომ რომ ჩვენ უკან დასახები აღარ აქვს ჩვენ დასაკარგი არაფერი აღარ გვაქვს იმიტომ რომ თუ რამე წამოწევი უკვე საკუთრს და უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო ჩვენი ქვეყანა ჩვენი სუვერენიტეტი და ჩვენი ეროვნულობა რასაც ქვია ქართველობა რა აი ამ სიტყვით ასე ვიტყოდი და ვასრულებ დღევანდელ ასე ვთქვათ ჩემს სათქმელს ქართველების მიმართ ერთადერთს ვიტყოდი რომ მაინც ოპტიმისტურად შევხვდეთ ახალ წელს და დამდეგ ახალ წელს და დამდეგ შობას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს ამ თავითვე იმიტომ რომ რა ვიცი ახლა მაქვს საშუალება რომ მოგილოცოთ რამდენიმე დღე დარჩენილი დამდეგ შობას გილოცავთ შესაბამისად და ვერთმანინებოს რომ აი ამ ახალ წელს ჩვენ ქართველებმა აღვადგინოთ ეს ჩატეხილი ხილტი ერთმანეთს შორის ქართველებს შორის რომ ერთმანეთს ჩავეხუტოთ ერთმანეთი შევიყვაროთ ისევ და უფლის წყალობით და შემწეობით მოუნახოთ ის მართალი გზა რომელიც დაძანდა მიგვიყვანს. კი ბატონო და ძალიან ცოტა დრო გვაქვს ჩვენ ამიტომ შეიქმნა ქართველთა დიდი გაერთიანება მამული ენა სარწმუნოებისთვის იმისთვის რომ ტერმა იზრუნა რომ ჩვენ დავეხსაქსეთ ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ უნდა ერთი დიდი ძალად ვიქცეთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ეს რაც უფრო სწრაფად მოხდება, უფრო უსისხლოდ ჩაივლის ყველაფერი, არ იქნება სწრაფად, სახიფათო ის გველოდება, პერიოდები გველოდება ძალიან ძიმე და ემიგრაციასაც მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ, რომ სწრაფად შემოგვიერთდნენ, გაწევრიანდნენ, ერთიან ძალად ვიქცეთ, მათ ყავთ აქ ოჯახები, თავიანთ ოჯახებს მოუწოდებენ მე და ერთიანი ძალით ჩვენ აუცილებლად 2026 წელს უნდა დავასრულოთ ეს გამყიდველი მოღალატე რეჟიმი, ანტიხალხური, ანტიქართული რეჟიმი. დიახ, 2026 წელს აუცილებლად უნდა დასრულოს, ხანაერთ ეს ქვეყანა ვერ გადარჩება. მადლობ ყურადღებისთვის, მეგობრებო, დიდი მადლობა ბატონო კობა, ასეთ საინტერესო საუბრისთვის. მადლობა პირიქით, და სანამ საბრძანდებით დაგვიკავშირდით, კიდევ ერთი გადაცემა გავაკეთოთ, სიამოვნებით მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობ ყურადღებისთვის, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი პატრიცებულო
მეგობრებო.